17 ხმა ერთის წინააღმდეგ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი გენო გელაძე იქნება. გადაწყვეტილება დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მიიღეს. დეპუტატთა გადაწყვეტილებით საბჭოში აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძე წარადგინა. კანდიდატურა რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პარლამენტს დღესვე წარუდგინა. რითი ხელმძღვანელეს დეპუტატებმა გადაწყვეტილების მიღებისას. ლანა ძაძამია მოგითხრობთ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძე წარადგინა. რიგგარეშე სესიაზე გამართულ კენჭისყრაში გენო გელაძის კანდიდატურას მხარი 18 დეპუტატიდან 17-მა დაუჭირა. უმრავლესობის წევრთა თქმით, მათ კანდიდატის კონცეფციით იხელმძღვანელეს და იმედოვნებენ, რომ იგი დაკისრებულ ვალდებულებებს თავს ღირსეულად გაართმევს. ერთ-ერთი ავტორი და იდეის ავტორი იყო, რომ ზუსტად მომხდარიყო განსაზღვრა აჭარის ანუ სტატუსის განსაზღვრა აჭარის ტელევიზიისა. მეორე მიზეზი ის, რომ ის არის ზუსტად დამოუკიდებელი პიროვნება, ანუ დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებიდან და მესამე ის, რომ ის წარმოადგენს ჩვენს რეგიონს. დაიმსახურა მთელი მისი წარსულით, ბიოგრაფიით, ყოველთვის იყო სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, ასე ვთქვათ. შეკითხვების დაისვა, რომ წარდგენები ჰქონდა, როგორც უმცირესობასთან, ისე უმრავლესობასთან. და მე ვთვლი, რომ იმ პოზიციაზე, სადაც ის საუკეთესო წარმოაჩენს თავის შესაძლებლობას. მე ვფიქრობ, რომ მას აქვს პრობლემა სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვის თვალსაზრისით. ამ მოტივით ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა. მედია ვასაძის განცხადებით, მან კონკრეტულად გენო გელაძის მიერ მისი და საკანონმდებლო ორგანოს მისამართით გაკეთებული განცხადებებით იხელმძღვანელა. კარგი კონცეფცია ჰქონდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას აქვს პრობლემა თანასწორობისა და სამართლიანობის დაცვის თვალსაზრისით. მე მქონდა მაგალითად ავიღე მისი კონკრეტულად ჩემდამი, ვერ დავაბრალებ ვერავის, ჩემდამი გაკეთებული განცხადებები, მე დღეს შეხვედრაზე მქონდა მასთან გარკვეული კითხვები, მე ვერ დამარწმუნა მან ჩემი მისდამი კრიტიკული დამოკიდებულების არასამართლიანობა. ვფიქრობ, რომ იგი თავისი საქმის პროფესიონალია, იცის ტელევიზიის სპეციფიკა, ჰქონდა კარგი კონცეფცია, რამაც განაპირობა ის, რომ უმცირესობა იყო ერთიანი არჩევანის გაკეთებისას. ასე დაასაბუთა უმცირესობის პოზიცია დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ. მე ვფიქრობ, იგი გახლავთ პროფესიონალი, კარგად იცის ტელევიზიის სპეციფიკა, ძალიან კარგი კონცეფცია ჰქონდა მას შეთავაზებული კომისიისათვის და სწორედ ამან განაპირობა, გარდა ამისა, იმ წინა საქმიანობა, რაც ჰქონდა ზოგადად გენოს არასამთავრობო სექტორში, განაპირობა სწორედ ის, რომ ჩვენ მხარი დაუჭირეთ. გენო გელაძის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს დღესვე წარუდგენს. საქართველოს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს.